იღუმენი ნიკონი, განკითხვა. ძვირფასო კატია, მშვიდობა შენდა. შემინდა რომ დიდხანს ვერ გწერდი. ბევრი სხვადასხვა უსიამოვნება გქონდა. ძალიან მეცოდები. თანაუგრძნობ შენ მდგომარეობას. აქაც ვეძებდი შესაფერის ადამიანს შენთვის, მაგრამ ერთი ტომარა ფულის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე კარგი საიმედო მეწყვილის. თუ ცოტათი მაინც შესაფერის კაც ნახავ, გაყევი და როგორმე იცხოვრებთ. დღეს დიდ მოთხოვნებს ვერავის წაუყენებ. შენ თვითონაც დამდაბლდი ღვთისა და კაცთა წინაშე. უფრო მეტი იფიქრე სიკვდილზე. შენს საუკუნო ხვედრზე. იმაზე, რაც იქ მოგელის. თავი აიძულე რომ სიკეთე უყო ადამიანებს რამე თუ უფალმა თქვა, რომ შეიწყალებს მოწყალეებს და რომ სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არ აყონ წყალობაი. კიდევ ამას გთხოვ ძალიან ნურავის განიკითხავ. ამისათვის კი ნურავისზე ნურაფერ სიტყვი. ნურც კარგს, ნურც ავს. ესაა საუკეთესო გზა, რათა იმ სოფლად არ იქნე განკითხული. რამე თუ მაცხოვარმა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ახო გვითქვა, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ. ერთი მონაზონი ფრიად უდება ცხოვრობდა, ხოლო როცა კვდებოდა, სულიერ სიხარულს განიცდიდა და სრულიად არ ეშინოდა სიკვდილისა. როცა მონასტრის ძმება კითხეს, რა ფარულისათმები გაქვს ისეთი, რომ ასე კვდები, როგორც დიდი მართალიო. მან მიუგო, უფალმა მაუწყა, რომ ყოველივე მიმეტევება და არ განმიკითხავ ჩემი ცოდვებისთვის, რადგან მე თვითონაც არავის განვიკითხავდი. ხო და შენც ამ ადვილი გზით იარე, გაიხსენე შენი ცოდვები, გულით იგლოვე მათთვის, მოტევებას თხოვე ღმერთს და თავადაც ყველას შეუნდე, თანაც ნუ განიკითხავ. განკითხვა არ მიტევებას ნიშნავს, მაშინ უფალიც ყველაფერს შეგინდობს და არ განკითხავს. ამისთვის უფალი შენს მიწიერ ცხოვრებასაც თავად განაგებს. თვითონაც ხედავ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი კარგად მოწყობა. მიუტევე უფალს აზრუნვაი შენი და მან გამოგზარდო შენ. სულიერადაც, ხორციელადაც, ჯამთელად იყავი. უფალმან დაგიფაროს და დაგიცვას ყოველი ბოროტისაგან. შემინდე და ნუ გეწყინება, რომ არ გწერ. არავის არ წერ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე. ძალიან მინდა თქვენთან კოზელსკში ჩამოსვლა, მაგრამ აშკარაა რომ გაზაფხულამდე ეს არ გამომივა. მერე კი ვნახოთ, როგორც უფალი ინებებს. მოკითხვა გადაეცი კატია ბერეზეჩელს. ნუ გამინაწყენდება და იყოს ბრძენი, არა კაცობრივად, არამედ ღვთისმსნებების თანახმად. როცა ძალიან გაგიჭირდება, მთელი გულით წარმოს თქვი, უფალო, სამართლად ღირსი რომელი ვქმენი, მომეგების, მაგრამ შემინდე და მომეც მე მოთმინება, რათა შენს მიმართ ტვინ მოავიცილო. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. მრავალჯერ გაიმეორე ეს სიტყვები, ვიდრე მწუხარება არ გაგივლის. იგი კი აუცილებლად გაივლის, თუ მათ გულით წარმოთქვამ. კიდევ ერთხელ გისურვებ ყოველგვარ წყალობას ღვთისგან, მოთმინებასა და სინანულს. მეტი სიკეთე აკეთე სიტყვით, გულის სიტყვით და რამდენადაც ძალგით საქმითაც. შენი მოყვარული ნიკონი. 1962 წლის 18 იანვარი. რა სამწუხაროა რომ კითხვა ვერ ისწავლე, რადგან უფრო გაგიადვილდებოდა ცხოვრება.